მოგესალმებით. როგორ ახართ აბა? მოკლედ რაც ყოველთვის მინდოდა, იმას ვაკეთებ და გვაქვს ახალი პროექტი. რაც შეეხება კომპაქტის პროექტს, კმაყოფილი ვარ რა როგორც დავდიოდი და რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ასე ვთქვათ, ეგ მანქანა იყო სატესტო ვარიანტი, იყო ისეთ თანხაში უпростоრად ეგ მანქანა, რომ გვიღირდა რომ აგვიღო და ასე ვთქვათ, გვეცადა დიზელის ძრავი თუ რა სიზამდა დრიფტში. მოკლედ, ბევრი წვალების შემდეგ მივხვდით, რომ თურმე შვება რაღაცას, თან უცხო არის, არავის არა აქვს გაკეთებული და ზოგადად ესეთ რაღაცები ვხიბლავს. იყო რაღაც პრობლემები, რა პრობლემებიც ნელ-ნელა დავხვეწეთ და ნუ შეჯიბს ასეთ ვისე დავდივით. ეხლა არ იყო ისეთი შედეგები, რომ რაღაც კვალიფიკაციაზე მაღალი ქულები და ასე შემდეგ, მაგრამ ფინანსებიდან გამოდიოდა რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებთ. მოკლედ, დავემშვიდობეთ ჩვენს კომპაქტს, ჩვენმა მეგობარმა წაიყვანა, ჩვენმა ახლობელმა ქუთაისში, რომელშიც უხსენებელი ძრავი უნდა ჩაიდგას. მე არ მინდოდა გაკიდვა, რომ ეგ ძრავი უნდა ჩაიდგა და სხვა გზა არ. 5-დან 2 უნდა ჩაიდგას და ნუ წარმატებებს უსურვებ იქით ნიკოლოზს. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, ეს არის E30, M57. ნუ მოკლედ, რაც ყოველთვის პრობლემა ქონდა, ცეპლენის. იქნება ნასკარი და ასევე არ იქნება ძრავი სტოკ მდგომარეობაში. სადღაც მიახლოებით 900 ნიუტონს და 400 ცხენს ველი. და ნახოთ რა, იმედი მაქვს, რომ გამომივა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პრობლემებს შევეჭიდები, კარდანთან დაკავშირებით, ხუმბარებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამ მანქანის ბოლომდე განხილვას ეხლა არ ვაპირებ. თუ ვინმე საინტერესებს, უნდა დაგველოდოს, გვიყუროს, ჩვენი არხი გამოიწეროს და დანარჩენს უკვე დეტალურად ავხსნი, აბსოლუტურად ყველაფერს გეტყვით, თუ რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და შევეცდები ფინანსების დავთვალო, თუ რა თქმა უნდა საინტერესო იქნება თქვენთვის და მეთქვით, რომ გაინტერესებთ რა ჯდება მიახლოებით ესეთი პროექტი. ისეთი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აყავს ჩვენთან და ჩვენი გუნდი, ასე ვთქვა, დიზელის სერვისი GMS გუნდი, ყველაფერს გავაკეთებთ აბსოლუტურად, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ. უბრალოდ ერთი პრობლემა გვაქვს, რომელიც ძალიან დიდი პრობლემა არის, ძალიან ბევრ ფინანსებს მოითხოვს. თუ რომელიმე კომპანია დაინტერესდება ნებისმიერი დახმარებით, მივიღებთ აუცილებლად და გავიაროთ დეტალურად, რომ ერთად შევძლოთ წარმატების მიღწევა. აი ესეთ პროექტს სპონსორის გარეშე რა ვიცი, ანუ 5-დან 0-ს ეხლა რა თუნდა სპონსორი. ანუ დიზელს უნდა სპონსორი, რომ დავიგოთ, ვანახოთ ხალხს, რა შეუძლია და ასე შემდეგ. მოკლედ, ყოველი შეჯიბრის წინ, ანუ ვარჯის დავდიოდი და შეჯიბრის წინ მიწევდა კოლოფის მოხსნა, თავიდან ცეპლენის გაკეთება, უკან დაყენება და ნუ მოკლედ შეჯიბს, ასე ვთქვათ, დამშვიდებული, დაწყნარებული, ვერასდროს ვერ შევხვდი. აღამე უნდა გამეთენებინა, რაღაც უნდა მექნა მოკლედ რა. ამიტომ აი ეს ჯადოქრობა დარგება. ვიცი, მომიწევს მე სხვა რაღაცების გადაძლიერება, მაგრამ კოლოფს ხო აღარ მოხსნი. ეგ უკვე მომშვიდებს, თორე ბოლოს ბოლტები აღარ ეჭდებოდა. დანარჩენი მოკლედ პატარ-პატარას გეტყვით, იმიტომ რომ სულად რო გითხრათ, მე აღარ დაგეინტერესებთ. ამიტომ, ნუ ტურბოსაც შეეხება, რა თქმა უნდა, სტოკი არ არის. ქარხნულზე ცოტათი დიდია, ცოტათი, ბევრით. არ ვიცი, მოკლედ. რაც მთავარია, მინდა რომ ლამაზიც გამოვიდეს. აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. წინაში ტოკი, კრილოები, კაპოტი, უკანა მხარე ტრაკიც, პლასმასის და რავი, იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა და რაც შეეხება ისევ ცეპლენიას მივუბრუნდები. ქარხნული ცეპლენი არის სადღაც 16-17 კილო. ნასკარი გამომივიდა 8 კილო და 100 გრამი. ანუ არ ვიცი, ველოდები რაღაც ძალიან დიდ შედეგებს. აი, ერთი სული მაქვს, როდის დავქოქავ მანქანას რა და გავირი. და ვაპირებ ესეთ მდგომარეობაში გავლას, უბრალოდ რა თქმა უნდა, ესეთ მდგომარეობაში გულისხმობ, რომ ტექნიკურად გამართოს ვიზუალს, ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, არა ვაწყობ, გავიარო, ოღონ გავიარო და ვნახო, რას აკეთებს ავტომობილი, როგორ იქნება წონები, როგორ აგვაქვს გასასწორებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაგველოდეთ ძალიან მაგარ პროექტებს გვპირდებით და ძალიან მაგარ შედეგებსაც. მოვალ შეხვედრებთ.